ისლამის დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა მიმდინარეობებმა ალახზე, მუხამედზე და 12 იმამზე ცილისწამებები და ბრალდებები გაავრცელეს. წინასწარმეტყველს კი ისეთი ლაქა მიაწერეს, თითქოს მან 6 ან 9 წლის გოგონაზე იქორწინა. ჩვენ ამას მტკიცებულებები თუ არ ყოფთ. დიახ, ვაჰაბიტებსა და სალაფიტებს შესაძლებელია ეს დაიჯერონ თავიანთ გამოგონილ და ხშირად იუდეველების მიერ შეთხსულ მრავალ ჰადისებში, მაგრამ ჩვენ სანდო და სწორ წყაროებზე დაყრდნობით ამას უარყოფთ. იბნ ისხაკი გადმოსცემს, რომ აიშამ ისლამი მიიღო სულ 18 ადამიანის შემდეგ. ეს მიუთითებს, რომ მისი ისლამის მიღება მოხდა წინასწარმეტყველების პირველი წლების განმავლობაში და ეს ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველების დასაწყისში მისი ასაკი 9 წელზე მეტი იყო. რადგან სანდოდ მიღებული ისლამი მხოლოდ მაშინ ითვლება, როცა ადამიანი აღწევს პასუხისმგებლობის ასაკს. ადამიანები 9 ან 10 წლის ასაკსაც კი ბავშვობად მიიჩნევდნენ და ასეთ ასაკში ადამიანის ისლამს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ეს კი მიანიშნებს, რომ აიშა ისლამის მიღების დროს საზოგადოების თვალში იმ ასაკში იყო, როდესაც მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეეძლო და მისი ქმედება მასვე მიეწერებოდა. ამიტომ ამბობდნენ, მან მიიღო ისლამი, ან მან არ მიიღო ისლამი. თუ დავეთანხმებით იბნ ისხაკის ნათქვამს და გავითვალისწინებთ, რომ წინასწარმეტყველი მექაში 13 წელს დარჩა, აიშას ასაკი ჰიჯრის დროს უნდა ყოფილიყო 20-დან 25 წლამდე. მაშ რას ნიშნავს მათი ნათქვამი, რომ წინასწარმეტყველი მასზე 6 წლის ასაკში დაქორწინდა და ჰიჯრის წელს 9 წლის ასაკში მასთან დაუახლოვდა? ნუ თუ აიშამ 3 წლით ადრე, ჯერ კიდევ შექმნამდე მიიღო ისლამი. ესმა აშკარად აცხადებს, რომ აიშა ჯერ კიდევ პატარა იყო და ჩვენ უკვე ავხსენით, რას ვგულისხმობთ პატარაში. როდესაც მისი მამა სახლში დაბრუნდა და ისლამი მიიღო, აიშამაც მასთან ერთად მიიღო ისლამი. ისინი კი ამბობენ, რომ აბუ ბექრი იყო პირველი, ვინც ისლამი მიიღო. მაშინ, როცა ჩვენ დავამტკიცეთ საპირისპირო, ალი იყო პირველი, ვინც ისლამი მიიღო. ისინი ასევე პირდაპირ აღნიშნავენ, რომ აიშას და ესმა დაიბადა წინასწარმეტყველებამდე 17 წლით ადრე. ასევე ნათქვამია, რომ ესმა აიშაზე 10 წლით უფროსი იყო. თუ მათი მიზანია იმის თქმა, რომ წინასწარმეტყველება ჰიჯრამდე 10 წლით ადრე დაიწყო და მათ ჩათვლიათ მოწოდების 3 საიდუმლო წელი, როგორც თავად ამბობენ. ამას ადასტურებს მათი ნათქვამიც, რომ ესმა ჰიჯრამდე 27 წლით ადრე დაიბადა. ამ შემთხვევაში აიშას ასაკი წინასწარმეტყველების დასაწყისში 4 წელი უნდა ყოფილიყო. ეს კი ნიშნავს, რომ ჰიჯრის დროს მისი ასაკი 17 წელი იყო და არა 9. თუმდაც ესმას დაბადებას და მისი მამას ასაკს, რომელიც მისი დაბადების დროს 21 წლის იყო, დაეყრდნობით, აიშას ასაკი შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს. რადგან ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ესმა დაიბადა წინასწარმეტყველებამდე 7 წლით ადრე. თეხავი მკაფიოდ ამბობს, რომ როდესაც ფატიმა ზახრა გარდაიცვალა, მისი ასაკი 25 წელი იყო. ამ შემთხვევაში მისი დაბადება თეხავის მიხედვით წინასწარმეტყველების 1 წლით ადრე ხდება. ხოლო ბევრმა არაშიიტმა თქვა, რომ ფატიმა დაიბადა წინასწარმეტყველებამდე 5 წლით ადრე. ამის შემდეგ ვამბობთ. წინასწარმეტყველისგან გადმოცემულია ჰადისი, რომ ფატიმა ზახრა არის მსოფლიო ქალთა ქალბატონი. სხვა ჰადისში კი ნათქვამია, ქალებიდან სრულყოფილებას მიაღწიეს მხოლოდ მარიამ, იმრანის ასულმა და ფარაონის მეუღლემ ასიამ, მუზაჰიმის ასულმა. ხოლო აიშას უპირატესობა ქალზე გავს თარიდის, ხორციანი პურის კერძის უპირატესობას სხვა საჭმელებს. თეხავი ამბობს. ამ ჰადისში ნათქვამი შეიძლება ეხებოდეს იმ პერიოდს, როდესაც ფატიმა ჯერ კიდევ პატარა იყო და არ იყო მიღწეული იმ სტატუსისთვის, რომელიც მას ცნემ მიანიჭა. შემდეგ ამბობს. ყველა ღირსება, რომელიც სხვა ქალებისთვის არის მოხსენიებული, მაინც ტოვებს შესაძლებლობას, რომ ფატიმა მათზე აღმატებულია. ასევე შესაძლებელია, რომ იმ დროს ფატიმა პატარა იყო და შემდეგ გაიზარდა და. ეს სიტყვები მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც აიშა უკვე სრულყოფილი ქალი იყო, ფატიმა ჯერ კიდევ პატარა იყო. მაშ როგორ ამბობენ, რომ აიშა დაიბადა ჰიჯრამდე 9 წლით ადრე და ფატიმა წინასწარმეტყველებამდე 1 ან 5 წლით ადრე. პირიქით უნდა იყოს. შემდეგი სერიის სანახავად გააზიარეთ არხი და გამოიწერეთ.